სანაია სტუდია დღის 4-ზე. თქვენ უსმენთ სანაია სტუდიას, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია, როგორც უკვე გითხარით, ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. დღეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯელობდნენ შეხვედრაზე, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე მთავრობის წევრები და პროკურატურის წარმომადგენლებიც. თუ რა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემისთვის. თემა ძალიან საინტერესოა და ჩვენი ეთერიც ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად განვუმარტოთ ჩვენს საზოგადოებას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რა ფუნქციები უნდა კონდეს მას სახალხო დამცველის აზრით და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ნამდვილად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობა. ამაზე აქტიურად მსჯელობა და ღიად საუბარი საზოგადოებაში დაიწყო დაახლოებით 2013 წლის მეორე ნახევრის პერიოდიდან, როდესაც ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ ზოგადად წამება, არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახდა აშკარა, რომ იყო საკმაოდ სისტემური პრობლემა ქვეყანაში. ამაზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებაც საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს ისეთ ფაქტებზე, როდესაც პირი ჩივის მსხვერპლი დაობს, რომ მის მიმართ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი პოლიციელის მიერ ან სასჯელახსრულების სისტემაში. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსი, რომ როდესაც არსებობს ეჭვი, რომ დანაშაული ჩაიდინა პოლიციის თანამშრომელმა, პოლიციელმა, ან მოხდა მსგავსი დანაშაული დახურულ დაწესებულებაში, ისეთი როგორიც არის მაგალითად ციხე, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა აწარმოოს ისეთმა ორგანომ, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება ობიექტური დამკვირვებლის თვალით. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება დამოუკიდებელ გამოძიებას ვერ უზრუნველყოფს ისეთი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გარკვეულწილად ამა თუ იმ ასპექტით შეიძლება ინტერესთა კონფლიქტში მოდიოდეს თვითონ ამ დანაშაულის ჩამდენ პირებთან. ანუ ახლა კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ესე იგი ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც არ ვენდობით იმ სტრუქტურებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაფერი ევალებათ, რომ გამოიძიონ თუნდაც დახურულ სისტემაში, თუნდაც პოლიციაში შესაძლო დანაშაულები. ეს ამას ნიშნავს? დიახ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ამას ნიშნავს, თუმცა არა იმის გამო, რომ უნდობლობა ზოგადად სისტემის მიმართ არსებობს, როგორც ესეთი, მაგრამ აქ არსებობს ობიექტური ფაქტორები, რატომაც არ არსებობს ნდობა ამ უწყებების მიმართ. მაგალითად, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი პოლიციელმა ჩაიდინა ცემა, პიროვნება, ან ჩაიდინა წამება, ან არაადამიანური მოპყრობა, ან იგივე ქმედება ჩაიდინა სასჯელახსრულების სისტემის თანამშრომელმა, მარტივად რომ ვთქვათ, იგივე უწყებებმა, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ, ან სასჯელახსრულების სამინისტრომ ეს საქმეები არ უნდა გამოიძიოს. იმიტომ რომ მარტივად არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, რომ მისი კოლეგების, მისი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეს პირები, ეს უწყებები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ. როგორ ხდება ეს ყველაფერი დასავლურ განვითარებულ სახელმწიფოებში? როგორ რეგულირდება? იქ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები, თუ თქვათ პროკურატურა, პოლიცია, სასჯელახსრულების სისტემაში თავად იძიებენ ამ ყველაფერს? სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს, თუმცა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში და ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო ირლანდია, არსებობს მოდელები მათივე კონკრეტული ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი როგორიც არის იყო მაგალითად ჩვენთან, რომ შეიქმნა ცალკე სრულიად დამოუკიდებელი უწყება, ინსტიტუტი, მექანიზმი, რომელიც მსგავს დანაშაულებს იძიებს. არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც იგივე პროკურატურა იძიებს ასეთ საქმეებს, რამაც ცალკე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისათვის არ შექმნილა. თუმცა როგორც უკვე ჩამოვთვალე, რამდენიმე ქვეყანაში არის ესეთი ცალკე ინსტიტუტი. მე ორივე მაინტერესებს, მაგრამ ჯერ კითხავთ იქ, სადაც არ არის დამოუკიდებელი ასეთი ორგანო, როგორ არის გამართული სისტემები ისე, რომ ხდება გამოძიება, თუ კი რაიმე
პრობლემა იყო, თუ კი თქვათ ვინმეს აწამებდნენ ან ვინმეს უფლებები ირღვეოდა, როგორ იძიებენ ამ საქმეებს, რა მექანიზმები არსებობს იქ თვითონ შიგნით სისტემაში? როგორც წესი, სხვადასხვანაირი მექანიზმი არსებობს, ბევრ ქვეყანაში არსებობს შიდა ინსპექტირების მექანიზმები, თუმცა გამოუძიება როგორც წესი არის ყველა შემთხვევაში პროკურატურის ბრალდების ორგანო, როგორც წესი ესეთ ქვეყნებში არის პროკურატურა, მაგრამ ასეთ ქვეყნებში ფაქტია ის, რომ არ დამდგარა კითხვის ნიშნები, არ გაჩენილა ეჭვები ამ ორგანოების სანდოობასთან დაკავშირებით. თუნდაც ის მაგალითები, რაც მოვიყვანე დიდი ბრიტანეთი ან ჩრდილო ირლანდია ან ბელგია, ეს არ არის ოდითგანვე არ არსებობდა ესეთი ინსტიტუტები, ანუ ესეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი არ არის თქვათ რაღაცა 10 წლეულების გამოცდილება, არამედ თქვათ ბოლო 10-15 წლის მანძილზე კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, ის ხელისუფლებაც მივიდა რაღაც პრეცედენტია, აბსოლუტურად ესე არის. იყო ძალიან კონკრეტული მაგალითები, მაგალითად დიდ ბრიტანეთში ინგლისის მექანიზმი სულ რაღაც 2 საქმის გამო, როდესაც პოლიციელების მხრიდან მოხდა მკვლელობა კონკრეტული პირების, იმ ფაქტების გამოძიების გამო გაჩნდა ეჭვი და გაჩნდა კითხვის ნიშნები იქ არსებული მექანიზმების მიმართ და სწორედ აი ამ 2 პრეცედენტის გამო დაიწყო სახელმწიფომ ფიქრი იმაზე, რომ იყო საჭირო პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე შექმნილიყო ცალკე სპეციალური კომისარის ოფისი, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ მსგავს დანაშაულებს გამოიძიებდა. მე რადიოსვენელებს შევახსენებ, რომ ნათია კაციტაძე სახალხო დამცველის მოადგილეა ჩვენთან სტუმრად და ვსაუბრობ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესახებ. ახლა რაც შეეხება ამ ორგანოს ფუნქციებს და აი აქ ჩდება უკვე სირთულეები ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ და პროკურატურასთან, იმიტომ რომ არის მოსაზრებები, რომ გარკვეული ფუნქციები, რაც პროკურატურას აქვს, შესაძლოა ან პარალელური ფუნქციებით აღიჭურვოს ეს ორგანო, ან არ ვიცი როგორ შეიძლება ეს დარეგულირდეს, ხო? აი ამაზე იქნებ გითხრათ უფრო მეტი, რა ფუნქციები უნდა კონდეს ამ ორგანოს? ამ ეტაპზე ყველანი ვთანხმდებით იმაზე, როგორც სახალხო დამცველის აპარატისი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლება, რომ აუცილებელი არის ცალკე ინსტიტუტის შექმნა, ცალკე უწყების შექმნა, რომელიც მსგავს დანაშაულებს გამოიძიებს. მაგრამ სირთულეები ხდება, როდესაც საქმე ეხება ბრალის წაყენებას. ბრალის ეტაპი, მოგეხსენებათ, საქართველოში არის მხოლოდ პროკურატურის პრეროგატივა, ის უყენებს ბრალს და ამ ეტაპზე განსხვავებული მოსაზრებები სწორედ აქ გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომ იმისათვის, რომ ეს ორგანო იყოს ეფექტური, აუცილებელი არის ბრალის წაყენების კომპონენტიც ჰქონდეს ამ მექანიზმს. ანუ ამ ახალ ინსტიტუციას ბრალის წაყენების უფლებამოსილებას გააჩნდეს. სხვანაირად ვფიქრობთ, რომ კითხვის ნიშნები მაინც დარჩება ამ ორგანოს ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა ხელისუფლების პოზიცია და დღესაც მოვისმინეთ ეს სამინისტროების მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ 2 პროკურატურას მივიღებთ. 2 უწყება გვექნება, რომელსაც ორივეს შეუძლია ბრალი წაუყენოს. დიახ, თუმცა გეტყვით რა არის არგუმენტი ამის დასაცავად. ერთი ის, რომ ამ წუთას ჩვენ სამართლებრივ სისტემაში ყველანაირ გამოძიებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა, ანუ პროკურატურა ზედამხედველობს ყველა ტიპის გამოძიებას, რომელი უწყებაც არ უნდა აწარმოებდეს გამოძიებას და მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ თვითონ პროკურატურა არის ასევე გამომძიებელი ორგანოც რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ თუ აი ამ რიგ საქმეებთან დაკავშირებით დადგება კითხვის ნიშნები. თვითონ პროკურატურის თანამშრომლების მიერ აი ამ გამოძიების პროცესში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაშინ გრჩება ესე ვთქვათ, ღია სფერო, ვინ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაულები, ხომ? თუ კი აი ამ ახალ სისტემას, რასაც შევქმნით, არ ექნება ბრალის წაყენების უფლებამოსილება, მაშინ გამოდის ისე, შეიძლება დარჩება ისე, რომ იმ საქმეებზე, რომელსაც გამოძიებას აწარმოებს თვითონ პროკურატურა, ამ სფეროს მაინც ვერავინ ვერ შეეხება, ხომ? ანუ მაინც იქნება იქ ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ბრალის წაყენების თემაზე მივა საქმე. ანუ სასამართლოში შესაბამისად წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო. ის, რაზეც ბრალს წაუყენებს დამოუკიდებელი, ესე იგი, საგამოძიებო მექანიზმი. პროკურატურასაც პარალელურად შეუძლია იმ საქმეზე მუშაობა? არ შეუძლია. ეს აბსოლუტურად ამ საქმეებზე, რომელსაც მანდატი ექნება დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას, ის თავიდან ბოლომდე თვითონ გამოიძიებს, წაუყენებს ბრალს და წაიღებს ამ საქმის სასამართლოში. აი, მოდით ამ მანდატზე ვისაუბროთ და ფარგლები რა იქნება? აი, რომელ საქმეებთან შეიძლება კონდეს ცუდომა ორგანოს? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ეს გარემოებაც და საკმაოდ მკაცრად უნდა განისაზღვროს ეს მანდატი, იმიტომ რომ მე არ იყოს გაუგებრობა
მოწყობები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული თუ კი ეს ეხება წამებას, არასათანადო მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებს, როდესაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლებმა ან ისე ვთქვი დახურულ სივრცეში, სასჯელო აღსრულების სისტემაში ან პოლიციაში თუ მოხდება ესეთი ფაქტები და აუცილებლად უნდა იყოს ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ეს პირები თუ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩადიან ამ დანაშაულებს ან სხეულის მძიმე დაზიანება სექსუალური ძალადობის მქონე შემთხვევები. აი ეს არის როგორც წესი ის მანდატი, რაც მსგავს ინსტიტუტებს ყველა ქვეყანაში აქვს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ესეთი მანდატი უნდა ჰქონდეს ძალიან ნათლად განსაზღვრული და ესეთი ტიპის საქმეები უნდა გამოიწვიოს, მაგრამ თუ კი ეს და ამ რეალურად აი ამ მსგავსი დანაშაულები არ უნდა იყოს ასევე უფლებამოსილება სხვა ორგანოების, მათ შორის არც პროკურატურას რომ გამოიწვიოს. ანუ ექსკლუზიურად ამ ორგანოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის უფლებამოსილება უნდა იყოს ამ დანაშაულების გამოძიება. აქ სხვა არც ერთი ორგანო არ ჩაერევა. კი ბატონო, აი ერთი რამის დაზუსტება სურს კიდევ, ესე იგი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მუშაობა მიმართული იქნება პროკურატურის, ციხეების და პოლიციის მიმართ, თუ კიდევ უნდა გავრცელდეს რაიმე სხვა უწყებებზე? ძირითადად ამ უწყებების მიმართ ასევე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად ამ ეტაპზე გამოძიების უფლებამოსილება აქვს ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც შესაძლოა არის, თუმცა ეს მსჯელობის საგანი არის პირველ ეტაპზე, ვთქვათ, ამაზე არ ყოფილა საუბარი ჩვენი მხრიდან, თუმცა შეიძლება იყოს საუბარი, რომ ვთქვათ, აი რამდენად უნდა გავრცელდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სფეროში, ვთქვათ, ჩადენილ დანაშაულებზე. ალბათ ყველაზე რთული იქნება იმათ შორის, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ალბათ ყველაზე უფრო მეტად ფაქიზი თემაა ამ შემთხვევაში და ხელისუფლებისგან ალბათ ამაზე თანხმობა არის. თუმცა აქ არ არის საუბარი, თვითონ არ არის საუბარი იმაზე, ვინ ჩადან სუბიექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ რა ტიპის დანაშაულს უკავშირდება. ეს არის ამოსავალი წერტილი, ხომ? ეს უკავშირდება მხოლოდ არანაირ სხვა დანაშაულს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება წამებას ან არაადამიანურ მაგრამ არის ერთი კომპონენტი, როდესაც თქვათ შესაძლოა რაღაც ასეთი დანაშაული მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, აქ ლაპარაკია წვდომაზე, ინფორმაციის წვდომაზე, ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება რაღაც ინფორმაციასთან. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებების შესაძლოა უნდა მიიღოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ. დიახ, ერთი მნიშვნელოვანი დათქმა არის ამ ტიპის მექანიზმს თუ ვქმნით, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ უწყებას უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რასაც მოითხოვს ის გამოძიებისთვის. თუმცა მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი არის აქ ის, რომ იმ დანაშაულების ხასიათიდან გამომდინარე, ეს როგორც წესი არ უკავშირდება რაღაცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან. შეიძლება ერთეული საქმეები იყოს, თქვათ რაღაცა განსაკუთრებული, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია შეიძლება იყოს ფიგურირებდეს ამ საქმეში, მაგრამ როგორც წესი, თქვათ, წამების შემთხვევა ან სიცოცხლის მოსპობის ფაქტები არ უკავშირდება ხოლმე რაღაც ისეთ წინასწარ დაგეგმილ, რაღაცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამიტომ უფრო მაინც შეიძლება ეს იყოს ერთეული შემთხვევები, თუ კი რაღაც ესეთი განსაკუთრებული საქმე. კი ბატონო, არის ერთი დიდი უწყება კიდევ, ეს არის თავდაცვა. თავდაცვის მიმართულებით რა შეხება ექნება დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს? კი, მათ შორის მოვიაზრებდით, რომ მაგალითად სამხედრო პოლიციაც არის ასევე ის ორგანო თავდაცვის სფეროში, რომელიც იძიებს, რომელსაც აქვს გამოძიების უფლებამოსილება. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ უწყებას, რომელსაც აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება, მოვიაზრებთ, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰქონდეს, აი რაც ჩამოვთვალე, იმ დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. ანუ უნდა ფაქტიურად ესე რომ ვთქვათ, რომ ჩამოერთვას ყველა იმ საგამოძიებო უწყებას, რომელსაც მსგავსი საქმეები შეიძლება ახლა გამოიძიოს, ანუ არც ერთს არ უნდა დარჩეს ეს კომპეტენცია და უნდა ჰქონდეს ექსკლუზიურად იმ დამოუკიდებელ საგამოძიებო ინსტიტუტს. თავდაცვის მიმართულებით რა ხდება? გააქვთ ანუ ამაზე კი, მათ შორის არის ასევე სამხედრო ინსპექციის თაობასაც. ახლა რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამ პროექტს მხარდაჭერა მთავრობიდან, თქვენ და ხელისუფლებიდან. თქვენ თქვით, რომ პოლიტიკური ნება ამისი არსებობს, მაგრამ ეს საკითხები, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, პროკურატურასთან, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მიზეზი გახდება აუცილებლად. მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს თავისი პოზიცია პრინციპში სასჯელ აღსრულების მინისტრმა თქვა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად სურთ შეიქმნას კიდევ ერთი რაღაც დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც
ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე დაიწყებს საქმის გამოძიებას. აი ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, როგორ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, ვის წინაშე აგებს ის პასუხს და თუ ამ ორგანოში მოხდება შიგნით დარღვევა, აი ამას ვინ გამოიძიებს? ჩვენი მოდელის მიხედვით და ალბათ ყველაზე ეს თქვათ ოპტიმალური ვერსია ეს არის, რომ ეს უნდა იყოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება, სხვა არც ერთი პირის თუ ორგანოს წინაშე არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული, თვითონ იმ პირის შერჩევა, ვინც იქნება ხელმძღვანელი ამ უწყების, რაც არ უნდა დავარქვათ მას, იქნება ეს კომისარი თუ ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს მისი კანდიდატურა შერჩეული უნდა იყოს პარლამენტის ჩართულობით და ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე. რაც შეეხება აი ანგარიშვალდებულებაზე ეს გასაგებია პარლამენტის წინაშე უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოში მოხდა რაღაც დანაშაული. ამას ვინ იძიებს? ეს ჩვეულებრივ იქნება საგამოძიებო ორგანოების ქვემდებარე იქნება ეს თქვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ შემთხვევაში თუ დანაშაულებიდან გამომდინარე პროკურატურა. ანუ რაღაცა სხვა უწყებას დამატებით არ ვქმნით, რომელიც თქვათ გამოიძიებს ამ უწყებას. თქვენ უნდა აკონტროლოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შესაძლოა ჯარი თუ კი დათანხმდება უსაფრთხოების სამსახური და ამათ ყველამ უნდა გაკონტროლოთ თქვენ. დიახ, თუმცა აი ეს საინტერესო კითხვა იყო და დღეს შეხვედრაზეც დაისვა ქართველი მონაწილეების მხრიდან როგორც მახსოვს, თუმცა აი იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საუბარი იყო იმაზე, რომ რა თქმა უნდა ეს უწყებები, სადაც არსებობს ესეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ყველა მაქსიმალურად ესე ვთქვათ, უფრთხილდება თავის პრესტიჟს, ესეთი შემთხვევები ამბობენ, რომ მათ არ ქონიათ ფაქტიურად, თუმცა თუ კი დადგება ესეთი შემთხვევა, კი იმ ქვეყნებშიც არსებობს რაღაცა სხვა ინსტიტუტი არ არსებობს, იძიებს ჩვეულებრივად საგამოძიებო ორგანოები იმ ქვეყნის, თუ კი ამ უწყების, ესე ვთქვათ, წარმომადგენლების მიერ მოხდა დანაშაულის ჩადენა. იმიტომ რომ სხვას დამატებით ვერაფერს ახალს ვერ გამოვიგონებთ და არც უნდა გამოვიგონებთ. იმის მაკონტროლებელიც დაგჭირდება და ასე დავასრულებთ. დიახ, ანუ ეს შეუძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, წრეს ახლა ვერ ვივლით, მოეთხოვება, რა თქმა უნდა, ამ განსაკუთრებით ამ უწყების წარმომადგენლებს, რომ ისინი მაქსიმალური პროფესიონალიზმით შეასრულებენ თავის საქმეს, მაგრამ თუ კი მოხდება მათ მიერ რაღაცა დანაშაულის ჩადენა, ბუნებრივია არსებობს სხვა საგამოძიებო ორგანოები ქვეყანაში. და ერთი საინტერესო შეკითხვა არის ჩემი აზრით, ბრალის წაყენებას სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია. მერე ამ წაყენებული ბრალის დაცვა სასამართლოში სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია, ანუ თქვენ გჭირდებათ პროფესიონალი გამომძიებლები, პრაქტიკულად პროკურორები. საიდან უნდა მოვიდნენ ეს ადამიანები, დაახლოებით რა კონტინგენტზეა ლაპარაკი, რაც საჭირო გახდება, თუ არის ეს ყველაფერი დათვლილი? ესე იგი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნა მომზადებული პროექტი, სადაც ასევე საუბარი არის, თქვათ, დაახლოებით გაანგარიშებებთან დაკავშირებითაც. ეხლა მე ამ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, თქვათ, რამდენი თანამშრომელი უნდა იყოს, თქვათ, საქართველოში თუ ესეთი მექანიზმი როცა შეიქმნება, ამის თქმა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილებას რო დაუბრუნდეთ, საკმაოდ არც თუ ისე პატარა ციფრებზე არის საუბარი, მაგალითად, როგორც მახსოვს ჩრდილო ირლანდიაში 100-ზე მეტი გამომძიებელი და პროკურორი გამომძიებელი ყავს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ბრალდების უფლებამოსილება ამ ორგანოს, ისევე როგორც მაგალითად კანადაში არის 100-მდე გამომძიებელი, 80 გამომძიებელი ყავთ ამ უწყებას. არ არის დაბალ ციფრებზე საუბარი, დიახ, ნამდვილად უნდა იყვნენ ესენი პროფესიონალი გამომძიებლები, ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ასევე საპროკურორო გამოცდილების მქონე ადამიანებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევ გამოცდილებით რომ ვისაუბროთ სხვა ქვეყნების, თვითონ ხელმძღვანელი პირები ამ უწყების როგორც წესი არ არიან საპროკურორო ან გამომძიებლის გამოცდილების მქონე ადამიანები, მაგალითად ინგლისში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ არ შეიძლება იყოს კომისარი, ვინც არის ამ უწყების ხელმძღვანელი, არ უნდა მოდიოდეს, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი შესაძლოა არ იყოს. მაგრამ ვინც ბრალი უნდა წაუყენოს, ის უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების და კომპეტენციის. ამაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ გამომძიებლის უფლებამოსილებას, ვინც განახორციელებს, რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო გამოცდილება. ესენი პროკურატურისგან უნდა ისეს ხო?
ალბათ არსებობს საქართველოში მაინც მოიძებნება რესურსი იმ ადამიანების, ვინც ამ უფლებამოსილებას განახორციელებენ. ბუნებრივი არის, ან ახალი კადრები, ვინც მომზადდება რაღაცა პერიოდში, გადამზადდება, შეიძენენ საჭირო უნარჩვევებს, იმიტომ რომ სხვა, ესე ვთქვათ, ბუნებრივია, სხვა ვერსაიდან ვერ მოვიყვან ადამიანს. გარანტია იმისა, რომ ეს ორგანო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, რა გაძლევთ ამის საფუძველს. ხელმძღვანელს დაამტკიცებს პარლამენტი უმრავლესობით, რომელიც არის გამომხატველი ნებისა მართველი გუნდისა, ხო? ანუ მისთვის მისაღებ კანდიდატურას დაამტკიცებს აუცილებლად. და შემდეგ ამ ადამიანმა უნდა უზრუნველყოს და მოიძიოს ეს კადრებიც, ხო? დიახ. შესაბამისად აქ ჩდება შეკითხვა, როგორ იქნება ეს დამოუკიდებელი ორგანო. აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ზოგადად სახელმწიფოს ნება რო არსებობდეს, რომ ესეთი უწყება ჰქონდეს მას, ნამდვილად დამოუკიდებელი. ყველა თუნდაც საერთაშორისო ექსპერტი დღეს შეხვედრაზე, ვისაც ვუსმენდით, აი ამ ნებაზე საუბრობს სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ მექანიზმის შექმნასთან, თქვათ, მის ფუნქციონირებასთან მომავალ უნდა აცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას. სხვანაირად, თუ ესეთი ნება არ იქნა, ბუნებრივია ვერც ერთი მექანიზმი, ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ იმუშავებს სწორად ქვეყანაში, ამიტომ ეს ნება უნდა იყოს ძალიან ცალსახა. რაც შეეხება თვითონ ადამიანების დამოუკიდებლობას, ეს რა თქმა უნდა კანონში გაწერილი უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული გარემოებები, მაგალითად როგორიც არის დანიშვნის ვადა. აუცილებელი არის, რომ თვითონ ის პირი, ვინც იქნება ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, მასზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული და გარდა იმისა, რომ თქვათ პარლამენტი, ვინც იქნება თქვათ ჩვენ შემთხვევაში ის უწყება, ვინც მის კანდიდატურას დაამტკიცებს, იქნება დაინტერესებული, რომ ეს მაქსიმალურად პროფესიონალი ადამიანი იყოს, დამოუკიდებელი პიროვნულად, ასევე უნდა იყოს ისეთი საკანონმდებლო გარანტიები, როგორიც არის მაგალითად მისი სამუშაო ვადა. უნდა იყოს შედარებით ხანგრძლივი, უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ მას არანაირი, თქვათ, არ უნდა იყოს ის განმეორებით დაწარდგენილი და მას უნდა ჰქონდეს ასევე უფლებამოსილება, რომ თვითონ დააკომპლექტოს მაქსიმალურად დამოუკიდებლად, იგივე პროფესიული ნიშნით კადრები. ხელმძღვანელი იქნება ერთადერთი პასუხისმგებელი მთავარი პირი, თუ იქნება რაღაც კოლექტიური, ასე ვთქვათ, საბჭო, სადაც ხდება კოლექტიური გადაწყვეტილებები, რომელსაც უბრალოდ ხელმძღვანელობს ეს ადამიანი. ამაზე სხვადასხვაგვარი საკმაოდ ვრცელი მსჯელობები იყო თვითონ იმ სამუშაო ჯგუფში, ვინც საქართველოში ამ კანონის პროექტზე მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსია და ალბათ ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, დომინანტური იყო ის, რომ თვითონ ეს ერთი პირი იყოს მაქსიმალურად პასუხისმგებელი გადაწყვეტილებაზე, მათ შორის ბრალის წაყენების ეტაპზეც, იმიტომ რომ აი ბრალის წაყენების უფლებამოსილება თუ ექნება ამ ადამიანს, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამაზე იყო საუბარი. საბოლოოდ ეს სამუშაო ჯგუფი იმაზე შეთანხმდა, რომ ეს იყოს ერთი პირი. თუმცა კიდევ საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეს იყოს მსჯელობის დამატებით მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ გააჩნია რა თუ გამოურიცხავთ ამ ბრალის წაყენების მომენტს და იუსტიციის სამინისტრომ პრინციპში თქვა თავის პოზიცია, რომ ისინი ამას არ ემხრობიან. სასჯელ აღსრულების მინისტრის კომენტარიც სკეპტიკური იყო ამ მიმართულებით. თუ კი არ დათანხმდება ხელისუფლება ბრალის წაყენების ფუნქციის მინიჭებას ამ ორგანოსთვის. მაშინ აქვს თუ არა აზრი ასეთი ორგანოს არსებობას? აი, ორი მნიშვნელოვანი პრობლემა არის, აი თქვა დღევანდელი მსჯელობის შედეგადაც რომ შევაჯეროთ, ანუ რა პრობლემები არის ასეთ შემთხვევაში, რა პრობლემები შეიძლება წავაწყდეთ ისეთ შემთხვევაში, თუ ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ექნება ამ ორგანოს. ერთი ის, რომ რას უშვებით ისეთ საქმეებს, რომელსაც იძიებს თვითონ პროკურატურა და ამ გამოძიების პროცესში შეიძლება იგივე გამომძიებლებმა, ვინც ამ შემთხვევაში არიან პროკურატურის გამომძიებლები ან პროკურორები, მათ დინონ რაღაცა მსგავსი ტიპის დანაშაული. ერთია ეს, ანუ ვინ იძიებს მაშინ აი ამ საქმეებს. უფრო სწორედ ბრალის წაყენების მომენტში დგება აქ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა და მეორე ეს არის ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კომპონენტის და მეორე არის ძალიან პრობლემური, რაც სხვათა შორის სხვა ქვეყნებშიც გარკვეულწილად აი სტატისტიკა რო ვნახოთ, სხვა ქვეყნებს სადაც ესეთი მექანიზმები მუშაობს, ასევე არის გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება თვითონ სტატისტიკა ბრალის იმ საქმეების, რომელზედაც ბრალი წარედგინა საბოლოო ჯამში კონკრეტულ პირს და ეს საქმე წავიდა სასამართლოში. ანუ ისე თუ კი აი ეს თქვათ იქნება უწყება დამოუკიდებელი მექანიზმი, თუ კი შეისწავლის საქმეს და უკვე პროკურორს გადასცემს ამ საქმეს და რეკომენდაციით მიმართავს, რომ მაგალითად უნდა წარედგინოს ბრალი, მაგრამ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბრალი არ წარედგინება.
ესეთი საქმეების შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს ორგანო კი გამოიძიებს ამ საქმეებს, მაგრამ ბრალდება ამ საქმეებისა არ მოხდება, ბრალის წაყენება, შედეგი არ დადგება. და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყებები დღეს არ საუბრობდნენ აი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, არ საუბრობდნენ იმაზე, რომ აქ არის გარკვეული ხარვეზები ან სტატისტიკას თუ შევხედათ, არის საკმაოდ ნაკლები საქმეებისა, რომელსაც ბრალი წარედგინა, რომელსაც ბრალი დადგა ხომ, არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. და გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება იმაში, რომ აი პროკურატურის ნაწილში ხო არ არის შეფერხება. გასაგებია. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რაღაც ეტაპზე გვეცოდინება პასუხი რა დაგვიჯდება ჩვენ გადასახადის გადამხდელებს ამ ახალი უწყების შექმნა და რაც მთავარია, როდისთვის შესაძლოა ეს ამოქმედდეს ეს ყველაფერი თქვენი ვარაუდით. ხო, ეს საკმაოდ ძნელი შეკითხვა არის ვადებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან რეალურად რო შევხედოთ 2000 წელიწადზე მეტია უკვე აქტიური მსჯელობა მიდის ამ თემაზე, თუმცა აი საბოლოო შედეგამდე მაინც ვერ მივედით, რაღაცა კონკრეტული ვადები, დედლაინები ამ მხრივ ეს არ არის, თუმცა ეს ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს. რიგი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ისევე როგორც შიდა ადამიანის უფლებათა სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით. რეალურად ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას. ანუ შეუძლებელია თქმა, როდის შეიძლება კონკრეტულ ვადებზე სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან შეუძლებელია საუბარი. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ალბათ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როცა ვსაუბრობთ იმაზე, გვინდა თუ არა ესეთი მექანიზმი, მაინც უნდა გავიხსენოთ საქართველოში უკვე არაერთი წლის გამოცდილება და გარკვეულწილად დღემდე, რატომაც სახალხო დამცველი ესე აქტიურად ლობირებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, არის ის, რომ რეალურად არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი იმ საქმეებისა, რომელზედაც იყო კითხვის ნიშნები, რომ პოლიციის ან სასჯელახსოვრების სისტემაში იყო დანაშაული ჩადენილი, მაგრამ შედეგი ამ საქმეებზე საბოლოოდ არ დადგა. ეს არის სწორედ ის კითხვის ნიშნები, რისთვისაც ვამბობთ, რომ ამ წუთას არსებული მექანიზმები არის არაეფექტური და გვჭირდება რაღაცა სხვა. გასაგებია. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძეს უსმენდით. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, უკვე პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძეა ჩვენი სტუმარი. სანაია სტუდია დღის 4-ზე.